ტელევიზორში რეკლამირებული პროდუქტები ხშირად ძალიან კარგია იმისთვის, რომ სიმართლე იყოს. და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი ზუსტად ასრულებს იმას, რაც შეფუთვაზეა მითითებული, სხვები შეიცავს ფარულ საფრთხეებს ან პატენტის დარღვევებს, რომლებიც მხოლოდ მოგვიანებით ხდება ცნობილი. აუცილებლად ეს იწვევს სასამართლო დავებს, რომლებიც შეიძლება კომპანიას მილიონობით დოლარი დაუჯდეს. ეს არის 10 როგორც ტელევიზორში ნანახი პროდუქტი, რომლებმაც დიდი სასამართლო დავები გამოიწვიეს. ნომერი 10. თალა ბრენდის ბანჩო ბელუნზი. როდესაც წარმატებული პროდუქტი მაღაზიებში ჩნდება, ჩვეულებრივ მხოლოდ დროის საკითხია, სანამ ვინმე არ შეეცდება მის დაკოპირებას საკუთარი ორიგინალური იდეის მოფიქრების ნაცვლად. ეს სწორედ ისაა, რაც 2014 წელს მოხდა ბანჩო ბელუნზის გამოშვების შემდეგ. პროდუქტი, რომელიც ზურუ თოის ეკუთვნოდა. ეს ინოვაციური პროდუქტი ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას მხოლოდ 1 წუთში 100 ბუშტი გაავსოს. ეს ხდება ისე, რომ წინასწარ აწყობილი ბუშტების ღერო პირდაპირ ონგანს ან წყლის შლანგს უერთდება და ასივე ბუშტი ერთდროულად ივსება, რის შემდეგაც ისინი ავტომატურად სცილდებიან ღეროს და თავისით იბეჭდებიან. ეს ისეთი სათამაშოა, რომელიც ბავშვებს საათობით გაართობს. ამიტომაც არავის გაჰქვირვებია, რომ ის მხისიერად გახდა პოპულარული მომხმარებლებში. თუმცა როგორც ხშირად ხდება, ზურუმ მალე გააცნობიერა, რომ სხვა კომპანიამ, ტალა ბრანდმა, მისი პატენტი დააკოპირა და სასამართლო დავა დაიწყო. იმავე წლის ივნისში მოსამართლემ გასცა წინასწარი აკრძალვა Bed Bath & Beyond-ის წინააღმდეგ, რომელიც ყიდდა ტალა ბრანდის ვერსიას Bunch of Balloons-ისა, რომელსაც Balloon Bonanza ერქვა. სავარაუდოდ არ იცოდნენ, რომ პატენტი ზურუს ეკუთვნოდა. მაგრამ ტალა ბრანდმა ასევე გამოუშვა კიდევ 2 პროდუქტი, რომლებიც არღვევდნენ პატენტის კანონმდებლობას. კერძოდ Barrel Balloons და Easy Einstein-ის პროდუქტები. ყველა 3 პროდუქტის გაყიდვა შეჩერდა 3 წლის განმავლობაში, სანამ აკრძალვა მოქმედებდა და საბოლოოდ საქმე სასამართლომდე მივიდა. ამ პროცესების განმავლობაში დადგინდა, რომ ტალა ბრანდმა და რამდენიმე საცალო მაღაზიამ, რომლებიც მათ პროდუქტს ყიდნენ, განზრახ დაარღვიეს პატენტის შეზღუდვები და ტალა ბრანდის არაერთი აპელაციის მიუხედავად მათ საქმე წააგეს. მოსამართლემ აღნიშნა, რომ ტალა ბრანდმა უბრალოდ გამოიყენა ზურუს დიზაინი და შემდეგ მხოლოდ ზედაპირული ცვლილებები შეიტანა გარე კორპუსში, რათა ორიგინალური პროდუქტისგან გამოეღო. ეს იყო აშკარა ქმედება და როგორც მოსალოდნელი იყო, ტალა ბრანდს დააკისრეს ზიანის ანაზვაურება 12.3 მილიონი დოლარის ოდენობით. 10 და მე-4 მილიონი დოლარი მიენიჭა დაკარგული მოგებისთვის, 2 მილიონი დოლარი გონივრული როიალტისთვის, ხოლო 67,000 დოლარი დამატებითი დარღვევისთვის სხვადასხვა საცალო მოვაჭრის მხრიდან, რაც ამ შეცდომას კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულად ააქცევს. ნომერი 9. ყოველ ჯერზე, როცა ონლაინ სერვისზე რეგისტრირდებით ან პროდუქტებს ონლაინ ყიდულობთ, გვაფრთხილებენ, რომ ყურადღებით წავეკითხოთ წვრილი შრიფტით დაწერილი პირობები, რადგან ზოგიერთი უსინდისო კომპანია ცდილობს განზრახ გადაახტევინოს მომხმარებელს ზედმეტი თანხა და ამით სოლიდური მოგება მიიღოს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ჩვენგან უმეტესობა არასდროს კითხულობს წვრილი შრიფტით დაწერილ პირობებს, რადგან კომპანიების უმეტესობა კანონიერად მოქმედებს, მაგრამ ასე არ მოხდა გათი რენკერის შემთხვევაში 2017 წელს, როცა მათ სერიოზული შეცდომა დაუშვეს და მათ კომპანიას მილიონობით დოლარი დაუჯდა. გათი რენკერი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პირდაპირი მარკეტინგის კომპანია მსოფლიოში და იმ წელს მათ კონტრაქტი ჰქონდათ ბრენდებთან პროაქტივი და რენი კონკრეტულად კი მათი აკნეს სამკურნალო საშუალებებისა და თმის მოულის პროდუქტების გასაყიდად. რადგან ეს პროდუქტები სანდო კომპანიების მიერ იყო შექმნილი, ისინი სწრაფადვე კარგად იყიდებოდა, მაგრამ გამოშვებიდან რამდენიმე თვეში მომხმარებლებმა დაიწყეს ჩივილი, რომ გათი რენკერმა ისინი მოატყუა. მათ განაცხადეს, რომ ეგონათ მხოლოდ ერთი ნაკრები შეიძინეს ფიქსირებულ ფასად, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. მომდევნო თვეში მათ ბარათებზე თანხა კვლავ ჩამოიჭრა და იდივე პროდუქტები ისევ გაეგზავნათ მისამართებზე. ასე მოხდა როგორც პროაქტივის, ასევე რენის პროდუქტებთან დაკავშირებით და დაიწყო გამოძიება. აღმოჩნდა, რომ კომპანიას შეკვეთის ფორმებში ავტომატური განახლების ფუნქცია ჰქონდა დამალული და მომხმარებლები უნებლიეთ დათანხმდნენ ყოველთვიურ განახლებაზე თავიანთ შეკვეთებში. მათი მძიმე შრომით ნაშრომი ფული ყოველთვიურად ჩამოიჭრებოდა საბანკო ანგარიშებიდან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის შესახებ არავინ გააფრთხილა. სასამართლოში სარჩელი შეიტანა კალიფორნიის იმ მომხმარებლების სახელით, რომლებმაც შეიძინეს პროაქტივის პროდუქცია და საბოლოოდ სიმართლე გამოაშკარავდა. სასამართლომ დაადგინა, რომ გათი რენკერმა ვერ უზრუნველყო ავტომატური განახლებისა და უწყვეტი მომსახურების პირობების სათანადო გამჟღავნება, რის გამოც კომპანიას დაეკისრა 15.2 მილიონი დოლარის გადახდა ნაღდი ფულისა და პროდუქტის ვაუჩერების სახით. 2019 წელს გაგრძელებული საჩივრების შემდეგ მეორე სარჩელი იქნა შეტანილი და სამთავრობო სამუშაო ჯგუფმა დაიწყო გამოძიება. ბრალდებები კიდევ ერთხელ დადასტურდა და კომპანიას მოუწია 8.5 მილიონი დოლარის გადახდა შეთანხმების საფუძველზე. ეს მოიცავდა 1.2 მილიონ დოლარს სამოქალაქო ჯარიმებში და 7.3 მილიონ დოლარს მომხმარებელთა ანაზღაურებაში იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც შეცდომით ენდობოდნენ, რომ ისინი კარგხელში იყვნენ. ამან გამოიწვია რამდენიმე პოლიტიკის ცვლილება, რამაც უზრუნველყო, რომ გათი რენკერის ყველა მომხმარებელი, ვინც პროდუქტებს ონლაინ ყიდულობდა, სრულად იქნებოდა ინფორმირებული ნებისმიერი ავტომატური განახლებისა და განმეორებადი გამოწერების შესახებ. ნომერი 8.
Tommy Cooperi არის ბრენდი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია თავისი სპორტული ტანსაცმლითა და ტარებადი wellness პროდუქტებით, როგორიცაა კომპრესიული სახელოები, სამაგრები, ფოზის მხარდამჭერი მაისურები და ორთოპედიული აღდგენის ფერსაცმელი და ხელთათმანები. რასაც ამ ბრენდს სხვებისგან გამოარჩევს, არის ის ფაქტი, რომ მათი Copper Fit ტანსაცმელი გაჟრენთილია სპილენძითა და თუთიით, რაც კომპანიის თქმით ხელს უშლის უსიამოვნო სუნის გაუნწვევი მიკრობების ზრდას ტანსაცმელზე. ასევე მათი 4D ელასტიური ქსოვილი, რომელიც მომხმარებელს უზრუნველყოფს კომფორტული კომპრესიით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, სანამ ისინი სარგებლობენ მათთვის სასურველი სპორტით ან აქტივობით. მიუხედავად იმისა, რომ ყველა არენდო ამ განცხადებებს, ბევრმა ადამიანმა იგრძნო, რომ ეს პროდუქტები ზუსტად ის იყო, რაც სჭირდებოდათ და თავდაპირველად ისინი კარგად იყიდებოდა. მაგრამ 2022 წელს Vincent Pucciarelli-მ Copper Fit-ის წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელი შეიტანა. სარჩელში მან აღნიშნა, რომ კომპანია ამტკიცებდა მათი ტანსაცმელი და აქსესუარები კუნთების ტკივილსა და სახსრების ტკივილს შეამსუბუქებდა. მაგრამ ბევრმა ადამიანმა, ვინც ეს პროდუქტები შეიძინა და გამოიყენა, უკუკავშირი მისცა, რომ ასე არ იყო. Copper Fit-ის ტანსაცმელს მათი ფიზიკური მდგომარეობისთვის საერთოდ არანაირი ეფექტი არ ქონია და მათ იგრძნეს, რომ პრემიუმ ფასები გადაიხადეს პროდუქტში, რომელმაც დაპირებები ვერ შეასრულა. ამ შესყიდვების უმეტესობა განხორციელდა მას შემდეგ, რაც მომხმარებლებმა პროდუქტი პირდაპირ სატელევიზიო რეკლამაში ნახეს. თუმცა ტანსაცმელი ასევე ხელმისაწვდომი იყო რამდენიმე საწალო მაღაზიაში. სია მოიცავდა Dick's Sporting Goods, Rite Aids, Targets, Walgreens, Walmarts და CVS. ისინი ასევე ხელმისაწვდომი იყო ონლაინ შესაძენად Amazon-ზე ან Copper Fit-ის საკუთარ ვებგვერდზე. მანამდე სანამ ეს პრობლემები გახდებოდა ცნობილი, პროდუქტებს რეკლამირებდნენ ყოფილი NFL-ის ვარსკვლავები Brett Favre და Jerry Rice, ასევე ცნობილი მსახიობი Gwyneth Paltrow. სასამართლო პროცესების დროს გაირკვა, რომ ამ პროდუქტებში შერეული სპილენძი არასდროს შეიწოვება მომხმარებლის ორგანიზმში და even თუ შეიწოვებოდა, არანაირ თერაპიულ შვებას ან ჯანმრთელობის სარგებელს არ მოუტანდა. საუბარი იყო კომპრესიულ ტანსაცმელზე, რომელშიც ასევე იყო შერეული კოენზიმ Q10T და Copper Fit ამტკიცებდა, რომ ის შეიწოვებოდა ორგანიზმში და დაეხმარებოდა დეტოქსიკაციაში. მაგრამ ეს მტკიცებაც მცდარი აღმოჩნდა და მომხმარებლები აღშფოთებულნი დარჩნენ. 2011-დან 2014 წლამდე კომპანიამ დაახლოებით 87 მილიონი დოლარის ღირებულების ეს პროდუქცია გაყიდა და სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ამ თახის ნაწილი უნდა დაბრუნებულიყო. Copper Fit-ს დააკისრეს ერთი წერტილი 3-5 მილიონი დოლარის გადახდა მათი პროდუქციის შესახებ მცდარი განცხადებების გამო, საიდანაც 750,000 დოლარი კოლექტიური სარჩელის დასარეგულირებლად უნდა გადაეხადათ მათ წინააღმდეგ. ნომერი 7. ყოველთვის შემაშფოთებელია, როდესაც პროდუქტი მომხმარებელს აზიანებს, რაც სწორედ Power Pressure Cooker XL-ის გამოშვების შემდეგ მოხდა. ეს ტელევიზიაში ნანახი პროდუქტი იყო ელექტრო-მულტისაზარეულო, რომელიც TriStar Products-მა შექმნა. საზარეულო ხელმისაწვდომი იყო 6 და 8 კვარტის ზომებში და მომხმარებლებს უპრეცედენტო კომფორტს პირდებოდა, რადგან მას ჰქონდა ერთი შეხებით მართვის რეჟიმი სხვადასხვა სახის ხორცისთვის, მათ შორის ქათმისთვის, საქონლისთვის, ღორისთვის და ასე შემდეგ. შიდა ქვაბი იყო წებოვანი საფარის გარეშე, მოსახსნელი და სარეცხი და მისი უსაფრთხოდ მოთავსება შეიძლებოდა ჭურჭლის სარეც მანქანაში. ეს ნიშნავდა, რომ ხორცის შეცვა შეიძლებოდა მანამდე, სანამ ის წნევის ქვაბში მოთავსდებოდა, რაც უზრუნველყოფდა, რომ შიგნით რბილი და წვნიანი დარჩენილიყო. სახურავი შეიძლებოდა დამაგრებულიყო და სპეციალურად იყო შექმნილი იმისთვის, რომ წნევა გაეშვა, თუ არასწორად დაიხურებოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია იყო, რადგან წნევის ქვაბით გამოწვეული შემთხვევები შეიძლება უკიდურესად სერიოზული იყოს. სახურავი ასევე მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა გახსნილიყო, როცა ქვაბში არსებული მთელი წნევა გაქრებოდა, რაც კიდევ ერთ აუცილებელ უსაფრთხოების ფუნქციას ამატებდა. ყველა ამ დაპირების შემდეგ ქვაბი სწრაფად გაიყიდა, მაგრამ 2017 წელს 6-მა მომხმარებელმა სარჩელი შეიტანა TriStar-ის პროდუქტების წინააღმდეგ. აცხადებდნენ, რომ Power Pressure Cooker დეფექტური იყო და სინამდვილეში უკიდურესად საშიში. ფილადელფიაში შეტანილ საჩივარში 6-მა მოსარჩელამ განაცხადეს, რომ მათი წნევის ქვაბი მოულოდნელად გასკდა და აფეთქდა, რის შედეგადაც ადუღებული სითხე გადმოიფრქვა და მათ მძიმე დაზიანებები მიიღეს. მათ დაამატეს, რომ სრულად მიიღლენ თანდართულ ინსტრუქციებს და აფეთქება გამოწვეული იყო ქვაბის უსაფრთხოების მინიმუმ 1 მახასიათებლის გაუმართავობით. მალე კიდევ 16-მა ადამიანმა შეიტანა სარჩელი TriStar-ის წინააღმდეგ. ამტკიცებდნენ, რომ ქვაბი არასწორად იყო დაპროექტებული და მათაც მიიღეს დამტრობები, როდესაც მათი ქვაბები მოულოდნელად გაფუჭდა. ამ შემთხვევების უმეტესობა მაშინ მოხდა, როდესაც ქვაბის სახურავი მოულოდნელად აფრინდა, როცა ის სრული წნევის ქვეშ იყო. შესაბამისად, მათ განაცხადეს, რომ TriStar-ის მტკიცებები თითქოს ქვაბის გამოყენება უსაფრთხო იყო, მცდარი აღმოჩნდა და კომპანიამ მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანა მარკეტინგული განცხადებებით. გარდა ამისა, კომპანიას უგულებელყოფილი ჰქონდა წარსულში შეტანილი მსგავსი საჩივრები და დაეკისრა ვალდებულება დაზარალებული მომხმარებლებისთვის კრედიტის სახით გადაეხადა თანხა. ასევე ერთი წერტილი 99 მილიონი დოლარი ადვოკატების ჰონორარის სახით. ნომერი 6. დღესდღეობით მაღაზიებში ახალი Ab Circle Pro Spona საკმაოდ რთულია, რადგან ეს პროდუქტი 2012 წელს კოლექტიური სარჩელის საგანი გახდა. რის შედეგადაც სარეკლამო კომპანიას, რომელიც ამ პროდუქტს ავრცელებდა, მოუწია მილიონობით დოლარის დაბრუნება მომხმარებლებისთვის. Ab Circle Pro არის საფლის პირობებში გამოსაყენებელი მუცლისა და ბირთვის გასაძლიერებელი ტრენაჟორი, რომელიც როგორც Fitness Brands Incorporated-სა და Fitness Brands International Incorporated-ის განცხადებით, ამუშავებს მომხმარებლის ზედა და ქვედა მუცლის კუნთებს, ასევე ობლიკებს.
პროდუქტი იყიდებოდა ტელევიზიით რეკლამირებული გაყიდვების საშუალებით და თავდაპირველად, როდესაც ერთეულები სწრაფად გაიყიდა, მომხმარებლებში ჰიტადაც კი ჩანდა. მაგრამ ეს მალე მოულოდნელად დასრულდა, როდესაც გამოაშკარავდა, რომ კომპანიის წონის დაკლებისა და კუნთების გამაგრების შესახებ განცხადებები მნიშვნელოვნად იყო გადაჭარბებული. ტელევიზიის რეკლამებში, რომლებიც მხოლოდ ერთ წელიწადში 10,000 ჯერ გავიდა ეთერში, აცხადებდნენ, რომ AB Circle Pro-ს გამოყენებით მომხმარებლები 2 კვირაში 10 ფუნტამდე დაიკლებდნენ, თუ აპარატს ყოველდღე მინიმუმ 3 წუთით გამოიყენებდნენ. ამ განცხადებების წყალობით მომხმარებლებმა თითოეულ მოწყობილობაში 200-დან $250-მდე გადაიხადეს და ელოდნენ, რომ შედეგებს პირველ 2 კვირაში დაინახავდნენ, მაგრამ იმედგაცრუებულები დარჩნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ეს განცხადებები სრულიად მცდარი იყო. ამ რეკლამების წამყვანი Jennifer Nicole Lee ამტკიცებდა, რომ AB Circle Pro-ს გამოყენებით 80 ფუნტი დაიკლო, მაგრამ მიიჩნეოდა, რომ მისი ციფრებით ძალიან გადაჭარბებული იყო. მას უბრძანეს აღარასოდეს ეთქვა ყალბი განცხადება იმის შესახებ, რომ ამ მოწყობილობას წონის დაკლებაში შეუწყო ხელი და დაებრუნებინა თანხა ყველა იმ მომხმარებლისთვის, ვინც მოტყუებით შეიძინა პროდუქტი და თანხის დაბრუნება მოითხოვა. შედეგად Fitness Brands დაეკისა $1.2 მილიონი გადახდა შეთანხმების სახით, ხოლო Direct Holdings Americas Incorporated, Direct Entertainment Media Group Incorporated და Reader's Digest-მა გადაიხადეს $13.8 მილიონი. თუმცა ეს საქმის დასასრული არ ყოფილა, რადგან კომპანიას კვლავ დაებრუნებინა თანხა მომხმარებლებისთვის და შეფასებით საბოლოოდ მათ ჯამში $25 მილიონზე მეტი გადაიხადეს. ამ საქმის შემდეგ მომხმარებლებს შეახსენეს, რომ ფიტნეს აღჭურვილობის რეკლამირებისას ყურადღებით შეეფასებინათ განცხადებები და ნებისმიერი მსგავსი პრობლემის შემთხვევაში შეეტყობინებინათ სხვა შეცდომაში შემყვანი პროდუქტების შესახებ. ნომერი 5. წონის დაკლების პროდუქტები როგორც წესი ძალიან კარგად იყიდება, რადგან მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში თვლის, რომ ჩარბწონიანია და ასეთი პროდუქტი მათ იდეალური წონის მიღწევაში დაეხმარება. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. ძალიან ცუდი იდეა შეიძლება იყოს ამ პროდუქტების გამოყენება წინასწარი საფუძვლიანი კვლევის გარეშე და უპირველეს ყოვლისა ექიმთან კონსულტაციის გარეშე, სანამ მიიღებთ რომელიმე დანამატს, რომელიც ამტკიცებს, რომ სხეულიდან სანტიმეტრებს დაგაკლებთ. 2000-იანი წლების შუა პერიოდში საკვები დანამატების ინდუსტრია დიდ ყურადღებას აქცევდა ჰუდია გორდონიის, უდაბნოს სუკულენტურ მცენარეს, რომელსაც ამ რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობა ადრე შიმშილის დასაძლევად იყენებდა. ამ მცენარის სავარაუდო წონის დაკლების თვისებები გამოიყენებოდა სხვადასხვა პროდუქტში და მრავალი კომპანიის მიერ რეკლამირდებოდა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ის მომხმარებლებს წონის დაკლებაში უმარტივესად დაეხმარებოდა, რადგან ტვინს ატყუებდა და ისეთი შეგრძნება ექნებოდა თითქოს ახლახან მიირთვეს საკვები. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ნებისმიერ შეეძლო ყოველდღიური კალორიების მიღება 1000-დან 2000 კალორიამდე შეემცირებინა და ამატებდნენ, რომ ეს პროდუქტები კლინიკურად და მეცნიერულად ეფექტურად იყო დამტკიცებული, რაც სინამდვილეში ასე არ იყო. გარდა ამისა, ისინი ავრცელებდნენ საზიანო მტკიცებებს, რომ ეს პროდუქტები შეიძლება გამოყენებულიყო როგორც ეფექტური საშუალება სიმსუქნის წინააღმდეგ, ისე რომ მომხმარებელს არ დასჭირდებოდა მკაცრი ან შეზღუდული დიეტის დაცვა. ამის ასახსნელად მარკეტერმა განაცხადა, რომ მცენარეები შეიცავს სპეციფიკურ მოლეკულას სახელად P47, რომელიც მათი მტკიცებით პირდაპირ ურთიერთქმედებს ტვინის იმ ნაწილთან, რომელიც მადას არეგულირებს, ჰიპოთალამუსთან. ეს მტკიცებები გაკეთდა მიუხედავად იმისა, რომ მისი ეფექტურობის სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობდა და 2009 წელს ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ გადაწყვიტა ამ დანამატების მარკეტერების წინააღმდეგ ზომების მიღება. მათ წაუკენეს ბრალი ცრუ შეცდომაში შემყვანი და დაუდასტურებელი ჯანმრთელობის სარგებლის მტკიცებების გავრცელებაში და მომხმარებლებისთვის მოტყუებული რეკლამის მიწოდებაში, რომელსაც თან ახლდა სხვა მასალები, რომლებიც ასევე ცრუად ამყარებდა მათ მტკიცებებს. Nutraceutical International ESHEPSE და Stella Labs ESHEPSE დასახელდნენ შედეგად წარმოშობილ სასამართლო საქმეში 4 ფიზიკურ პირთან ერთად: David J. Romero, Deborah B. Wickeri, Craig Paytoni და Zoltan Flawini, რომლებიც წარმოადგენდნენ ამ კომპანიებს თავიანთ პოზიციებზე. Romero-ს და მის კომპანიებს აეკრძალათ ნებისმიერი წონის დაკლების შესახებ მტკიცების გაკეთება ჰუდია გორდონისთან დაკავშირებით და მას დაეკისრა ვერმონტში მდებარე დასასვენებელი სახლის ჩამორთმევა, ან წინააღმდეგ შემთხვევაში $22.5 მილიონი ჯარიმის გადახდა. Paytons უკვე ჩამოერთო ქონება სხვა დაუკავშირებელ საქმეში, ხოლო Wickeris დაეკისრა $4 მილიონი გადახდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მან სუად განაცხადა, თითქოს არ ჰქონდა თანხა მის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილების გადასახდელად. ნომერი 4. ვერ წარმოიდგენდი, რომ ისეთი მარტივი მოწყობილობა, როგორიცაა ჰაერის გამწმენდი, შეიძლება მასიური კოლექტიური სარჩელის მიზეზი გამხდარიყო, მაგრამ სწორედ ეს მოხდა. იონური ბრიზ კვადრა ჰაერის გამწმენდთან დაკავშირებით, რომელსაც Sharper Image კორპორაცია ტყიდა 2007 წლამდე. პროდუქტი პირველად 2000-იანი წლების დასაწყისში წარადგინეს და რადგან მას არ ჰქონდა ვენტილატორები ან ფილტრები, კომპანიამ განაცხადა, რომ ის სრულიად უხმაურო და მარტივი მოსავლელი იყო. გარდა ამისა, მათ განაცხადეს, რომ მოწყობილობა იყენებდა ზენის იონის ეფექტს, რომელიც ელექტრონული ანდრავის საშუალებით ჰაერის მოლეკულებს მუხტავდა და ნებისმიერ ოთახში ცირკულირებადი ნიავის შექმნას უზრუნველყოფდა. მოწყობილობის შიგნით იყო ელექტროსტატიკური პრეციპიტატორი, რომელიც ჰაერში ნეგატიურ იონებს გამოყოფდა, რის შედეგადაც კომპანიის განცხადებით, ფტვერი, ქერტლი და ყვავილის ფტვერი ელექტრიზდებოდა. ეს ნაწილაკები თითქოს და მაგნიტურად იზიდებოდა დადებითად დამუხტულ უჟანგავი ფოლადის შემკრებ ფირფიტებზე, რის შედეგადაც ოთახში ჰაერი სუფთა და განახლებული რჩებოდა.
მოწყობილობა ძალიან პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც ტელევიზიით რეკლამირება დაიწყო, მაგრამ მალე მომხმარებლებმა საჩივრების შეტანა დაიწყეს. ერთმა კაცმა განაცხადა, რომ $100 გადაიხადა ერთ-ერთი გამწმენდისთვის, რადგან სურდა სახლში მტვრისა და ყვავილის მტვრის რაოდენობა შეემცირებინა. მაგრამ რამდენიმე დღის გამოყენების შემდეგ მან შენიშნა, რომ შეგროვების ფირფიტები ცარიელი იყო და გამწმენდმა ვერაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი სახლის ჰაერის ხარისხი გაეუმჯობესებინა. მაგრამ Sharper Image-მა უარყო ეს ბრალდებები და განაცხადა, რომ პროდუქტი მეცნიერულად დამტკიცებულია. მაგრამ როდესაც კიდევ ბევრმა მომხმარებელმა დაიწყო საჩივრების გამოთქმა, ნათელი გახდა, რომ პრობლემა არსებობდა Ionic Breeze Quadra ჰაერის გამწმენდთან დაკავშირებით. შეთანხმება შემუშავდა, რომლის მიხედვითაც კომპანიას თითო დაზარალებული მომხმარებლისთვის უნდა მიეცა $9 ღირებულების სასაქონლო კრედიტი, ხოლო ასეთი მომხმარებელი დაახლოებით 3.200.000 იყო. თუმცა ეს სასაქონლო ვაუჩერები მხოლოდ Sharper Image-ის სხვა პროდუქტების შესაძენად იქნებოდა გამოსაყენებელი და მათი გამოყენება გაცემიდან 1 წლის განმავლობაში უნდა მომხდარიყო. ამ მომხმარებლებს ასევე ჰქონდათ უფლება შეეძინათ გრილის დამატება გამწმენდისთვის $7, მაშინ როცა მისი ჩვეულებრივი ფასი დაახლოებით $40 იყო. ასევე Sharper Image დაეკისრა 1.8 მილიონი გადახდა ადვოკატების ჰონორარის სახით და მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების საერთო თანხა უცნობია, მიიჩნევა, რომ კომპანიას ეს რამდენიმე მილიონი $. დაუჯდა. ნომერი 3. ზოგიერთი ტელევიზიით რეკლამირებული პროდუქტი მხოლოდ მილიონობით $-ის ღირებულს არჩელებს არ იწვევს, არამედ ზოგ შემთხვევაში გაცილებით უარეს შედეგებსაც. როგორც ეს ჩანს საქმე Kevin Trudeau-ს წინააღმდეგ, რომელიც ცნობილი გახდა როგორც ალტერნატიული მედიცინი. ის ასევე აქებდა გარკვეული წონის დაკლების სწრების სტრატეგიების ეფექტურობას და ხშირად იძლეოდა ფინანსურ რჩევებს თავისი მარკეტინგული იმპერიის მეშვეობით. 2007 წელს მან გამოსცა წიგნი სახელწოდებით ტონის დაკლების მკურნალობა, რომლის შესახებაც არ სუსტ რომ იცოდე. ამ წიგნში ტრიუდო ამტკიცებდა, რომ მკითხველებს შეეძლოთ მარტივ წონის დაკლების პროგრამაში მონაწილეობა, რომლის დროსაც შეეძლოთ ეჭამათ რაც უნდოდათ და არ იყოს საჭირო ვარჯიში. თუმცა ეს პროგრამა მოითხოვდა, რომ ისინი დღეში მხოლოდ 500 კალორიას იღებდნენ და ამასთან ერთად იკეთებდნენ ინექციას გარკვეული ჰორმონით. მან ეს ჰორმონი გაასაღა როგორც სასწაულმოქმედი ნივთიერება, რომელიც მათ მუდმივად დააკლებინებდა წონას დამატებითი ძალისხმევის გარეშე, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ბევრად უფრო რთული და საშიში იყო. ადამიანები, რომლებმაც ეს წიგნი იყიდეს, გაკურებულები აღმოჩნდნენ, როცა ნახეს, რომ მასში იყო მითითებები, რა საკვები უნდა ეჭამათ, რამდენი იყო ნებადართული დღეში და რაც ყველაზე გასაკვირი იყო, გეგმა მოიცავდა ვარჯიშის რეჟიმსაც, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა იმ განცხადებებს, რომლებიც მან თავის სარეკლამო გადაცემებში გააკეთა. 2008 წელს ტრიუდოს სასწაულმოქმედმა წონის დაკლების საშუალებამ კიდევ ერთხელ მიიყვანა იგი სამართლებრივ პრობლემებში, როცა გამოიკვეთა, რომ ის ცრუ რეკლამირებას ეწეოდა, რაც მარტივად შეიძლებოდა ვინმეს სერიოზული ავადმყოფობა ან უარესი შედეგი მოჰყოლოდა. მას დააკისრეს გადაეხადა $27 მილიონ-ზე მეტი, რადგან მან დაარღვია სასამართლოს მიერ 2004 წელს გაცემული განკარგულება. მას შემდეგ, რაც მან სრულად განაცხადა, რომ მისი კიდევ ერთი პროდუქტი, Coral Calcium Supreme, კურნავდა კიბოს, სკულის დაავადებებს, მაღალ წნევას და სხვა რამდენიმე დაავადებას. მაგრამ ეს არ იქნებოდა ბოლო შემთხვევა, როცა ის სასამართლოს წინაშე დადგებოდა. 2014 წელს მას თაღლითობისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოსამართლემ კი განაცხადა, რომ ტრიუდო ძვალსა და რბილში მატყუარა იყო. მან თაღლითობის ერთ ეტაპზე საკუთარი დედის სოციალური უსაფრთხოების ნომერიც კი გამოიყენა. ამ დროისთვის ის უკვე 50 წლის იყო და დადგინდა, რომ თაღლითობას 20-იანი წლებიდანვე ჩადიოდა. იყენებდა ყველა შესაძლებლობას, რომ ადამიანებისთვის მძიმე შრომით მოპოვებული ფული მოეტყუებინა. ტრიუდო ამტკიცებდა, რომ ASS-ის მთავრობა მას დევნიდა, მაგრამ მისი თხოვნები უყურადღებოდ დარჩა და მხოლოდ დაახლოებით 8 წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს. მეორე ნომერი. ყველას, ვინც მომსახურების სფეროში უმუშავია, ეწოდინება ტერმინი upselling. ეს არის სრულიად კანონიერი გზა კითხვა მომხმარებელს. სურს თუ არა შეკვეთაში დამატებითი ნივთების დამატება და მას შეუძლია თავისუფლად დათანხმდეს ან უარი თქვას. ზოგი კომპანია ამ ტაქტიკას თაღლითურად იყენებს, როგორც ეს ჩანს Untel Products Corporation-ის წინააღმდეგ დაწყებული საქმის მაგალითზე, რომელიც 2020 წელს დაიწყო. კომპანია დაადანაშაულეს სატყუარით მოზიდვისა და შემდეგ ჩანაცვლების ტაქტიკის გამოყენებაში, რათა გაეზარდათ თავიანთი ტელევიზიით რეკლამირებული პროდუქტების გაყიდვები და ამით თავიანთი მომხმარებლებით უსამართლოდ ესარგებლათ. ასეთი სქემები შემდეგნაირად მუშაობს. ბიზნესი ავრცელებს რეკლამას კონკრეტულ პროდუქტზე ძალიან დაბალ ფასად. ზოგიერთი ნივთი წარმოდგენილია როგორც პრემიუმი ან ძალიან სასურველი, რათა რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი მიიზიდოთ. როდესაც ვინმე გადაწყვეტს ნივთის შეძენას, კომპანია მაშინვე ცუობს და ამბობს, რომ ის უკვე გაყიდულია, არ მუშაობს სწორად, ან უბრალოდ არ ღირს მათი ფული. შემდეგ მათ აიძულებენ იყიდონ უფრო ძვირი ნივთი და ბევრ შემთხვევაში ემატება დამალული ხარჯები, რის შედეგადაც მომხმარებელი ბევრად მეტ სიხდის, ვიდრე თავდაპირველად გადაიხდიდა. 2020 სექტემბერში გაირკვა, რომ ამ ტაქტიკას იყენებდა Ontel-ის პროდუქტები და მათ წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელი შეიტანეს. ეს გააკეთეს მომხმარებლებმა, რომლებმაც შეიძინეს კომპანიის გარკვეული პროდუქტები, მათ შორის მიკრომექანიკი. Hag Hoodie, Magic Patty, Piggy Poppy, Arctic Hair Ultra, Chill Chesty, Dast Daddy, Thermopulse Relief Repi და Miracle Teeth Whitenery.
შედეგად გამართულ სასამართლო პროცესზე ითქვა, რომ Ontel-ის პროდუქციის გამყიდველებმა გამოიყენეს ორაზროვანი და განზრახ დამაბნეველი ენა, რათა მოეტყუებინათ მომხმარებლები და ჩაებათ ისინი აქციებში, რის შედეგადაც მათ შეიძინეს ისეთი პროდუქტები, რომლებიც არ სჭირდებოდათ. მათ ვერ გაამჟღავნეს შეძენილი პროდუქციის რაოდენობა, მომხმარებლებს დაუკითხავათ დააკისრეს დაზღვევის საფასური და ცუდად განაცხადეს, რომ პროდუქტებს თან ახლდა 60 დღიანი თახის დაბრუნების გარანტია. ასევე არ გაამჟღავნეს, რომ დამუშავების, გაგზავნისა და მომსახურების საფასური არ დაბრუნდებოდა პროდუქტის დაბრუნების შემთხვევაში, რის გამოც ბევრმა მომხმარებელმა გაცილებით მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე გეგმავდა. საქმის მთავარი მოსარჩელე პოლ მარტინი მიიღო გაუმჟღავნებელი ოდენობის ფულადი მორიგება, ხოლო Ontel-ს დააკისრეს დაახლოებით $100,000 იურიდიული ხარჯების გადახდა. მსგავსი საქმე, რომელიც 25-ში მოხდა, დამნაშავე მხარეებმა გადაიხადეს $27.6 მილიარდი მსგავსი სქემების განხორციელებისთვის, სადაც ისინი მომხმარებლებს ატყუებდნენ და აძალებდნენ შეეძინათ პროდუქტები, რომლებიც არ სჭირდებოდათ. ნომერი 1. ზოგი თაღლიც არ ავალდებულებენ მსხვერპლებისთვის დიდი თანხების გადახდას, არამედ აიძულებენ მილიონობით დოლარის ვალების ჩამოწერას, რომელსაც ისინი თითქოს კანონიერად ითხოვენ, როგორც ეს მის კლეოს მკითხავების ქსელის წინააღმდეგ საქმეში ჩანს. ეს სერვისი ძალიან პოპულარული გახდა აშერეში 1980-იანი წლების ბოლოს. ის წარადგინა მის კლეომ თვითგამოცხადებულმა ია მაიკელმა შამანმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ტაროს ბარათების წაკითხვით Peoples მომავალს წინასწარმეტყველებდა. 1980-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში მის კლეოს სერვისის ინფომერშალები დაუღალავად გადიოდა ღამის საათებში ტელევიზიით, თუმცა ეს ინფომერშალები დღის განმავლობაშიც გადიოდა. ამ რეკლამაში მის კლეო ამტკიცებდა, რომ მაყურებლებს შეეძლოთ დაერეკათ 800 ნომერზე და უპასოდ მიიღოთ სამწუთიანი წინასწარმეტყველება, სადაც მათ საკუთარ მომავალს ეტყოდნენ. თუმცა მან არ გაამჟღავნა, რომ თუ ვინმე ხაზზე 3 წუთზე მეტ ხანს დარჩებოდა, ისინი უნებლიეთ გადაერთებოდნენ ფასიან ხაზზე, სადაც თითო წუთი დაახლოებით $5 ჯდებოდა. შემდგომში გაირკვა, რომ მის კლეო სინამდვილეში იყო ქალი სახელად იორე დელ ჰარისი, რომელიც საერთოდაც არ იყო ია მაიკელი. სინამდვილეში ის ლოს-ანჯელესში იყო დაბადებული და ყალბ იამაიკურ აქცენტს იკეთებდა. ასევე ატარებდა ტურბანს, რათა მაყურებლები და დამრეკავები დაერწმუნებინა, რომ მას ექსტრასენსული უნარები ჰქონდა. მისი ცნობილი ფრაზა იყო „ახლავე დამირეკე“ და როგორც ჩანს, ეს ძალიან ეფექტური აღმოჩნდა, რადგან ათასობით ადამიანმა დაიწყო უფასო ხაზზე დარეკვა. თუმცა თვის ბოლოს, როდესაც ტელეფონის ანგარიშის გადახდას ცდილობდნენ, უსიამოვნო სიურპრიზი ეოდათ. ამან მრავალი საჩივარი გამოიწვია და 2002 წელს ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ დაიწყო გამოძიება, რომლის დროსაც მის კლეოს ნამდვილი ვინაობა გამოაშკარავდა და მისი თაღლითური საქმიანობა მთელმა მსოფლიომ იხილა. 2002 წელს ფსიქიკური მკითხველების ქსელი, რომელიც მის კლეოს ინფომერშალებსა და ცხელი ხაზებს აწარმოებდა და მართავდა, დაადანაშაულეს მოტყუებით რეკლამაში, ანგარიშტორებაში და აგრესიულ თაღლითურ ამოღების მეთოდებში. გამოძიების დროს გაირკვა, რომ ქსელმა დარეკილებს დაახლოებით $1 მილიარდი მოტყუებით წაართვა და სასამართლომ დაავალა, რომ მომხმარებელთა დაახლოებით $500 მილიონი ვალი ეპატიებინათ. მის კლეოს ცხოვრება ასახულია 2022 წლის დოკუმენტურ ფილმში სახელწოდებით „დამიძახეთ მის კლეო“, ხოლო ფსიქიკური მკითხველების ქსელს სამუდამოდ აეკრძალა გადახდაზე დაფუძნებული სატელეფონო სერვისების გახდის გაღი.